დღეს როცა ადამიანი მიდის არამუსლიმურ ქვეყნებში, ბევრ ხალხში არის ასეთი აზრი. ეუბნებიან, არ ჭამო ხორცი და ქათამი, აბა რა უნდა ჭამო? პასუხობენ, ჭამე თევზი. და მასთან თევზის საკითხიც თითქოს მარტივად წყდება. მიდის, ყიდულობს თევზს და ჭამს. მაგრამ ეს საკითხი ასე მარტივი არ არის. ზოგჯერ მიდის მაღაზიაში, სადაც ცოცხალი თევზი იყიდება. ამ შემთხვევაში პრობლემა არ არის, რადგან თევზი ცოცხალია და პირდაპირ ამოაქვთ. საუბარი არის იმაზე, როცა მიდიხარ თევზის მაღაზიაში, არამუსლიმურ ქვეყანაში და იქ თევზები უკვე მკვდარია. ვინ ამბობს, რომ ეს თევზი შარიათის მიხედვით არის დაკლული, მზადებული? როცა ყიდულობს, ამბობს, არ ვიცი ეს თევზი სწორადაა თუ არა დაკლული. შეიძლება წყლიდან ცოცხალი ამოიყვანეს და მერე გარეთ მოკვდა. ახლა შედარება. ჩვენთან მუსლიმურ ქვეყანაში, როცა ბაზარში მივდივართ, თევზიც ხშირად მკვდარია, მაგრამ აქ განსხვავებაა. ეს არის ისლამური მიწა, მუსლიმთა ბაზარი და მუსლიმის ხელი. სამი რამ, რაც პრობლემას ხსნის. მაგრამ იქ, არამუსლიმურ ქვეყანაში, ეს არ არის. თევზაობის მეთოდი შეიძლება იგივე იყოს, ბადით იჭერენ, როგორც აქ, ისე იქ. თუ ვიცით, რომ ბადით დაიჭირეს, მაშინ ვამბობთ, არ გამოიყენეს შხამი ან აფეთქება. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად ეს თევზი როგორ დაიჭირეს. შეიძლება ეს იშვიათი შემთხვევაა, მაგრამ მაინც შესაძლებელია. ზოგი ამბობს, იქ კანონები კრძალავს შხამს და აფეთქებას. მაგრამ გვაქვს თუ არა დარწმუნება, რომ მეთევზე ამ კანონს იცავდა. მთავარი აზრი, მილიონობით თევზში შეიძლება უმეტესობა სწორად იყოს დაჭერილი, მაგრამ თითოეულ კონკრეტულ თევზზე ეჭვი რჩება. რადგან თითოეული თევზი ერთ დროს წყალში იყო და მაშინ მისი ჭამა არ შეიძლებოდა. არ იყო დაკლული. ვინ ამბობს, რომ ახლა გახდა ნებადართული? თუ ეჭვი გვაქვს, ვამბობთ, საფუძველი არის, რომ არ არის დაკლული. თუნდაც ვიცოდეთ, რომ არასწორი დაჭერა იშვიათია, მაინც შეიძლება ეს კონკრეტული თევზი იმ იშვიათ შემთხვევას მიეკუთვნებოდეს. თუ ადამიანი დარწმუნებულია, შეუძლია ჭამოს, მაგრამ დარწმუნება უნდა იყოს ძალიან ძლიერი, თითქმის ცოდნის დონეზე. თუ არ არის დარწმუნებული, მაშინ რჩება პრინციპი, არ არის დაკლული. ბოლოს, თუ გამყიდველი მუსლიმია, მისი ხელით საკითხი წყდება, მაგრამ თუ არამუსლიმი, მაშინ საჭიროა ნდობა. თუ სანდო არამუსლიმი გეუბნება, რომ თევზი სწორადაა დაჭერილი და ადამიანი დარწმუნდება, შეიძლება მიიღოს. ზოგჯერ კი ხდება, რომ ზოგი არამუსლიმი უფრო სანდოა, ვიდრე ზოგი მუსლიმი. სამწუხაროდ ეს რეალობაშიც გვხდება.